დღეს ჩვენ დასტუმრად არის პირდაპირ ვიტყვი ულამაზესი, ძალიან საინტერესო, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, ყველას უყვარს ინფლუენსერი, ტიკტოკერი მარიამ ლამაზი. მაიამიდან შეიძლება ასე ვთქვათ. ქართველი მარიამ ლამაზი მაიამიდან. ნამდვილად, მოგესალმებით. ბევრი სიახლით. ძალიან ბევრი სიახლით, ძალიან კარგად გამოიყურება. და ნახე რა შვილით კიდე, ერთ-ერთი შვილი. ერთ-ერთით, კი ბატონო. ძალიან საინტერესო თემით დამეთანხმები, იმიტომ რომ მარიამი დროებით არის საქართველოში ჩამოსული. აქვს ახალი პროფესია და შეიძლება ითქვას, რომ სალონში დაიწყო მუშაობა, ხო? აკეთებ რაღაცა საოცარ ექსპერიმენტებს თმებზე, ასევე და ძალიან საინტერესო ახალი ეტაპი აქვს ცხოვრების და ძალიან საინტერესო სიმღერა ჩაწერა და თელმა TikTok-მა აიტაცა, მინდა გითხრა, ეს სიმღერა ჩვენც უნდა ჩავწეროთ, მე მგონი ამ სიმღერაზე რაღაც სანამ სიმღერაზე გადავალთ, სანამ რაღაც კითხვებზე გადავალთ და ოფიციალურად მის სიგნალზე ვკითხავთ, მანამდე მინდა აი ესე დავიწყო ეს ეთერი. ვინ არის მარიამ ლამაზი? თითელ ფონზე, თავის წიგნში. წითელი არა, ვარდისფერი, გასაგები ყოველში ესე იგი გამოკვეთილია, ამის აღნიშვნა მინდოდა. ეხლა მე მაინტერესებს. მოდი შენ გვითხარი, ვინ არის მარიამ ლამაზი? მე ვარ მრავალ მხრიანი და მრავალ ჰობიანი ადამიანი. მრავალი ჰობი გაქვს ანუ ამოჩენებას. გასაგები. პროფესიით არა დამთავრებული მაქვს ფსიქოლოგიური, იმიტომ რომ მე ამერიკაში გადავედი და მე სტილისტობა დავიწყე იქ და ლიცენზია და ყველაფერი და ზარი ახალი გამოწვევა ხო შენ ცხოვრებაში სტილისტის ასე ვთქვათ იმიჯი არა იმიტომ რომ ვიყავი მე დავანებე თავი მე ეხლა ისე მომენატრა და დავბრუნდი მოიცადე სანამ ამ ყველაფერზე ვისაუბროთ ეხლა ეს რომელი არის მე ჩვენთან იყავი ორივე ერთად ეს არის ლუკა ლუკა როგორ ახარ მიკროფონში გითხარი როგორ ახარ მითხარი დედიკომ თმა შენ გაგეკეთა სტილისტმა დედიკომ ეს დედიკოს გაკეთებული თმა არის ხო ყოჩა იცი რა მაინტერესებს მარიამ შენ ძალიან საინტერესო და ცოტათი ისეთი რთული პერიოდი გამოიარე მე ვიტყვი იმის მერე რა ჩვენთან იყავი და აი ახლა ხო კი ნამდვილად აი ეს წიგნი, შენი სიმღერა, შენი შეცვლა, ასე ვთქვათ, პროფესიის შეცვლა, კიდე ძოლთან დაბრუნების, იგივე საქართველოში ჩამოსვლის, ეს ერთ-ერთი ხერხია გამკლავების აი ამ ყველაფერთან? დიახ, აი, როცა კრიზისს გავდივარ, გადავწყვიტე, რომ ჩემ ოცნებებზე და ჩემ მიზნებზე გავაკეთე ფოკუსი და მე ვნახოთ რაც იქნება. და ოცნება რა არის, ახლა გითხარი? მინდა რომ სხვა ადამიანების მოტივატორი გავხდე და ალბათ ვარ უკვე რაღაც მხრივ რომ თავის სურვილებს უსმინო და თავის გულისხმას usმინო ყოველთვის. საკუთარ თავთან გამოგდის? ყოველთვის არა, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად. და საქმეში ბრძენია ესე რომ აღიქვას ვიღაცამ, აი გულწრფელად მაინტერესებს მე მაგ კრიზისი რაღაც პონჩი, აი პირობითად ვამბობ, პრობლემა მაქვს, მინდა დახმარება და მეხმარება ადამიანი, რომელსაც თვალებში ეთყობა, რომ თვითონ არის ძალიან რთულ პერიოდში. როგორია საქმელია ეს? ალბათ მე პირდაპირ არ ვეხმარები ადამიანს, არ ვარ ფსიქოლოგი, არც კოუჩი, უბრალოდ ჩემ მაგალითით შენს გამოცდილებებს კი. რა ეტაპი აქვს მარიამ ლამაზს ცხოვრებაში? ვიცი რომ რთულ პერიოდს გადიხარ, არ მინდა ჩაგეკითხო. არ მინდა ჩაგეკითხო. ტურბულენტური. ნამდვილად. და რო ჩამოვედი, ვიყავით კარანტინზე ერთი კვირა და რამის ცოტა გავრეკე. ჩაკეტილობით თუ? იმიტომ რომ კი მინდოდა პირიქით აქ რო ჩამოვიდოდი ოჯახის ძალა მეგრძნო და მხარდაჭერა და რა თქმა უნდა მე უკვე ერთი კვირის შემდეგ მოვიარე ყავით ამ კარანტინში. ვირუსიანები ჩამოვედით და მაგიტო. ესე ყველაფერში ეს არის, ხო დამნაშავე, ხო? შეძელი ოჯახიდან მიგეღო ის ძალა, რასაც კი, ნამდვილად, ეს სითბო, სიყვარული, ეს ქართული კი, ძალიან მაკლდა, იქ ძალიან მარტო ვგრძნობ თავს და აი მიყვარს აქ ყოფნა. აღარასდროს გაფლანგო შენი ცხოვრება, ეს ფრაზა გაქვს კიდე წიგნში, რას ნიშნავს აღარასდროს გაფლანგო შენი ცხოვრება? გითხარი ამას გველაპარაკე. ჩემი აზრით გაფლანგე შენი ცხოვრება შენი? ფლანგავდი რაღაც პერიოდში. ფლანგავდი ორი შვილი ყავს, არა შვილები, გაფლანგოა? არა, რა თქმა უნდა, ყველა გაფლანგვას ალბათ თავის მიზეზი აქვს ცხოვრებაში და თავისი purpose, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, უბრალოდ რაღაცა რო გინდა, იმას უნდა მოусმინო შენ გულისხმას, როგორც თქვი უკვე და არ გადადო ხვალინდელ დღეზე, იმიტომ რომ
ხვალ არ არსებობს, არის მხოლოდ დღეს, დღევანდელი დღე, ჩემი აზრით. სადაუა, მაგრამ აი მითხარ როგორ მეხვდი აი ამას და რა მიგახვედრა რომ ფლანგავდი შენ ცხოვრება ფლანგავდი უბრალოდ იმიტომ ჩვენ ყავი არაბედნიერი რაღაც პერიოდში ალბათ ლუკა რო გამიჩნდა იმის მერე რთული პოსტპატრუმ ის გავიარე და მივხვდი რომ ესე ცხოვრება არ მინდა მე ვარ მხიარული მე მიყვარს მრავალი რამ და მინდა ყველაფერი ვაკეთო რაც מחარებს და ჩემს გულს აბედნიერებს და ცხოვრება არის მოკლე და რა არის ცხოვრების აზრი ის რომ ვიყოთ ბედნიერები მაგრამ შეიძლება გკითხო ოჯახი იყო გამომწვევი ამისი შენი პირადი ოჯახი ამ შემთხვევაში რომ ჩაიკეტე ხასიათი დაკარგე შენი ის დაკარგე რაც იყავი შეიძლება ხო რაღაც მხრივ იმის მიუხედავად ანუ სარეცხი ჭურჭელი ანუ ერთ და იგივე ამბავი ბავშვის მოვლა ეს არის პრობლემა რუტინა ძალიან ჩემნაირ ადამიანს ვერძი ვარ და კიდე ძალიან ბევრი რაღაცა ჩემი წარსულის გამო ანუ ვფიქრობ რომ რუტინა არის ქალისთვის ჩემნაირ ქალისთვის ძალიან ხო ხო მაგრამ იყო საუბარი რომ შენ გინდოდა მესამე შვილიც ეხლა აღარ ჯერ არა ჯერ არა ჯობია აღარ მინდა ჯერ არა ჯობია იმიტომ რომ როდის მოხდა აი ამ წიგნის დაწერის საწყისი როდის დაიწყე რა იყო აი ამ ეს წიგნი იწერებოდა ოჯახი იყო ამის აი და შენი სიტუაცია იყო ამის ასე ვთქვათ როგორ გითხრა ძალის მოკლედ დღეს კრიზის გადიხარ მიზეზი შენი ოჯახია არა არა ყველაფერი ოჯახზე გვესაუბრეთ ამისთვის ვიცით რომ გადიხარ კრიზისს გადაწყვეტილ ასე რა მოლოდინი გაქვს შენ საკუთარ თავში მე მინდა რომ გამოიღვიძოს იმ ადამიანმა ამას ხო ძალიან რომ თავს აქვს თავის ცხოვრება ხო და რაღაც მოთხოვნილებებიც იცი რა მაინტერესებს, როდესაც ერთად ახართ ალბათ ძალიან რთულია, ხო, ამ ყველაფრის სწორი არის ეს დაშორება. ხო, ძალიან საჭირო იყო ჩვენი პაუზა, იმ მხრივ რომ ერთად რო ვარ ძალიან მეგობრულად ვართ, მე ვარ ძალიან მეგობრულად და ამიტომ ცოტა confusing იყო ეს მასთვის, რომ თუ მეგობრულად ვართ რაღაც მერჩი, მაგრამ მოკლედ ხო ეს პაუზა მევჭირდებოდა ძალიან. მარიამ, შენი გამოცდილებიდან, ახლა რჩება ცოტა რთულია, მაგრამ შენი გამოცდილებიდან ის პაუზა ადამიანებს შორის აუცილებელია, ხო? როდესაც რაღაცა იძაბება სიტუაცია. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ყოველი სიტუაცია ძალიან ინდივიდუალურია, მაგრამ ყველაფერი ხდება რაღაცისთვის. კი ბატონო. თუ რაღაცა გინდა, ის უნდა გააკეთო და მე მიხვდები რისთვის მოხდა ეს. რისთვის მოხდა. იცი რა საქართველოში ყოველთვის ესე არის, რომ ხო, მაგრამ აი ბავშვები ჩაგრემენ. ამ შემთხვევაში როგორ არის ურთიერთობა ბავშვების მამასთან? ყოველდღე ურეკავთ FaceTime, ყველაფერი საუბრობთ ძილის წინ დილას ყოველთვის, ხო ჯერ რო წამოვედით ლეილა ძალიან ტირო და სუტირო და მამი პაპა მინდა მაგრამ ახლა უკვე რაღაც დალაგდა ყველაფერი ზირა წარმოვიდგენ რომ ეს არ ყვები შენ შეიძლება ადამიანს შულებრივად ცხოვრებაში ეს დაემართოს ახლა მითხარი შენ მდგომარეობაში მყოფ ქალბატონებს რომლებმაც შეიძლება შენ სიქს ვერ მიწვდნენ აქედან ასეთყვი ერთი წამით რა დედა 1 second შევა მინდა რომ ისე ადამიანებს რომლებიც არიან შენ მდგომარეობაში შეიძლება შენზე რთულ მდგომარეობაში და შენ სიქს ვერ მიწვდნენ ასე რომ რჩევა ის იქნება რომ მისცე საკუთარ თავს დრო თუ ხარ ცუდად იტირო იბღავლო ბალიში იღრიალო და გამოხატო ის ემოციები რაც შიგნით გაქვს იმიტომ რომ დაიცალო დიახ და მედიტაცია რაღაც სიმღერები მოусმინო ის რაც შენ გაბედნიერებს სიმღერა ახსენა აი სიმღერა რაც დაწერე და ვის მიუძღვნა სიმღერა მე მომღერლობაზე არ მაქვს პრეტენზია TikTok-მა და რა მოხდა რა არის აი როგორ ფიქრობ რატო აიტაცა TikTok-მა სმენა და ხმა მე არ მაქვს ვაღია როგორ ჩაწერე ყავს ვოკალ კოუჩი და დამეხმარა და მე რეპი ყოველთვის მეყვარდა ბავშვობიდან და რაღაც მაგას ვაფასებ რასაც მოგწონს ბედნიერებს ეს ყველაფერი ბედნიერად არის როგორ რა არის რომ აიტაცა ხალხმა ეს ყველაფერი რას ფიქრობ ალბათ ის რომ სიახლეა მათთვის ვა კიდე მომღერალიც არისო ესაო ამიტომ ეს სიმღერა არის აფირმაცია ცარიელი აფირმაცია
ძალას მაძლევს მე. და ძალიან ბევრი გოგონა და ბიჭიც მწერს, რომ აი მეც ძალიან აი მეხმარება დღევანდელ დღეს, რასაც გავდივარ, რომ ეს სიმღერა ძალას მაძლევსო და ამიტომ ჩემი აზრით მისია accomplished. Mission accomplished. აი ეს წიგნი, მათხოვე, ქალბატონი ვარ. როდის ხდება ამ წიგნის პრეზენტაცია და როგორ შეიძლება ადამიანები რომ დაესწროს? სავარაუდოდ პრეზენტაცია იქნება 6 მარტს. და იქნება შესაძენი ბილეთი, რომ მოგზანდეთ. ვიღა საინტერესო. და მაგ ბილეთში შევა წიგნი და კიდე რაღაც სიურპრიზები. აჰა, ამ ბილეთში შედის წიგნი და რაღაცა სიურპრიზი კიდე და მარიამ ისეთი ადამიანია, რომ ისეთი სიურპრიზებს არ გააკეთებს, ხო? ნამდვილად. კარგი მარკეტინგული გათვლა ყოველ შემთხვევაში. წიგნის რაოდენობა რამდენი ადამიანი შეიძლება შენთან მოვიდეს, ვისაც წიგნი ენდობება? არ ვიცი. ბევრი, კი. ანუ შეუზღუდავი არის. სამომავლო გეგმები უნდა კი, აუცილებლად უნდა ვკითხო. სამომავლო გეგმები. მაგრამ მომავალი ჩვენთვის მომავალი დღეაო, დღეს არისო, აწმყოაო და ამიტომ სამომავლო გეგმებზე არ ვკითხო. ცოტა მიჭირს გეგმა, ძალიან მივხვდი იქ ეწერა, რომ ქაოსური თან მithumetes. მომავალი არ არსებობს, არსებობს დღესო. არა, მომავალი როგორ არსებობს. მაგრამ რა თქმა უნდა, მომავალი ბავშვებზე უნდა ვიზრუნო და ამიტომ მაგ მხრივ უნდა მაგად გარშემო დაბრუნდები ამერიკაში? კი, დაბრუნდები. რატომ? ცივაკ. შეიძლება შერიგდეთ. კრიზისი გადაიწყოს. შეიძლება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამას გისურვებთ. უწრფელად, იმიტომ რომ ლუკა და არაჩვეულებრივი და დადებითი ადამიანია. იცი რა არის? ჩვენც გვინდა ახლა ეს სიმღერა, რომელიც TikTok-ზე გახიტდა, უამრავი სხვადასხვა ვიდეოები გადაიღეს. აი, სანამ იმღერეს, მე მინდა გითხრა გულწრფელად, აი ხა გისმენ და გულით მინდა გისურვო წარმატება, ბედნიერება. მე არ ვიცი ქალები ბედნიერებას რას ეძახით ეს სადავოა ყოველთვის, მაგრამ აი ეს რასაც ეძახით თქვენ ცნობიერში ქალურ ბედნიერებას, სწორედ ის მინდა რომ მოგცეს ღმერთმა გულწრფელად გისურვება მას, იმიტომ რომ მე პირველად შეგხვდი, საერთოდ სხვა ენერგეტიკა აქედან სხვა ენერგეტიკა მოდის სოციალური ქსელიდან და მე მინდა მაყურებელს უთხრა რომ ძალიან კარგი ადამიანი ყოფილა მარიამ ლამაზი და იმღეროს ახლა მარიამ ლამაზი. ნუ განვიკითხავთ და ნუ განვკიცხავთ. არც მომღერალია და არც მენამა გაცխმაოდა. ადამიანი რომელიც დაემდო დადებით ემოციას გჩუქნის. ჩვენ კიდე დავემშვიდობოთ, ხო? დავემშვიდობოთ, სამწუხაროდ. რა უცებ გავიდე ეს ჩვენი რა. ლუკა, ისე ყვებს შენ მარიამთან ერთად თუ ჩემთან ერთად იქნები. მოკლედ მაყურებელს დავემშვიდობებით, მარიამ ლამაზს გიტოვებთ თავისი პრემიერით. ხვალამდე. Mariam Lamazi, ეს არის შენთვის. Live for your heart, not for the crowd. Follow the truth, don't back down. Still machine, still obey. Take it through your ocean of glory. Your power is on. Live for your heart, not for the crowd. Follow the truth, don't back down. Still machine, still obey. Take it through your ocean of glory. Your power is on. Gulit is horreda. Swapis azrishena dakchirdeba sheraz gekutnisi sarsantsawa gamorjeba sheni natselia gstoba martalia gusendobi follow your heart and love is your key dabqolebas rotsa tsaqdebi ar danebde vitsi ar danebdebi gulitis khoreda ipovegza swapis azrishena dakchirdeba sheraz gekutnisi sarsantsawa gamorjeba sheni natselia gstoba martalia gusendobi follow your heart and love is your key dabqolebas rotsa tsaqdebi ar danebde vitsi ar danebdebi live for your heart not for the crowd follow the truth don't back down still machine still obey take it through your ocean of glory your power is on live for your heart not for the crowd
follow the truth, don't back down. Sirmashi still obeying, check it on, share not be. Your power is on. Hard work pays when your soul's alive. No masks, no lies to stay defiant. Hard work pays when your soul's alive. No masks, no lies to stay defiant. Live for your heart, not for the crowd. Follow the truth, don't back down. Sirmashi still obeying, check it on, share not be. Your power is on. Live for your heart, not for the crowd. Follow the truth, don't back down. Sirmashi still obeying, check it on, share not be. Your power is on. Gambe nobody's didi zala. Gambe nobody's didi zala. Gambe nobody's